სალამ მეგობრებო, ეხლა დღეს უნდა ვისაუბროთ ესე იგი სოფლიოში ნომერ პირველ სერიალზე Breaking Bad-ზე და ჩემი მოსაზრება უნდა გითხრათ და ესე იგი სანამ მოგიყვებით რაღაცებს და ვისაუბრებ, პატარა განხილვა მექნება ჩემი პირადი აზრი, ეს არის ჩემი პირადი აზრი, რა აქვს დადებითი სათავგადასავლო კუთხით ამ სერიალს და რა აქვს ესე იგი პროპაგანდის კუთხით რა, ნარკომანის პროპაგანდის კუთხით, ცუდი რა აქვს რა. აი ამაზე ხა ლაზერსაც დავიხმარ. ვისაუბრებ ჩვენ ახლა ამაზე და იმისათვის რომ ის არ გამომივიდეს სპოილერები, არ გამომივიდეს, ანუ ხა აგიხსნით რა ხდება. Breaking Bad-ი, ვინც არ იცით, Breaking Bad-ი გახლავთ მსოფლიოში ნომერ პირველი სერიალი, ანუ თავისი როგორ ვთქვა, შეფასებებით და ხალხის გამოხმაურებით და მოწოდებით და ასე შემდგომ, რომელიც დაიწყო 2008 წელს, გამოვიდა 2008 წელს გამოვიდა. სხვათაშორის ეს დრო საკმაოდ ადრინდელი დრო არის, მაგ დროს ჯარიდან ჩამოვედი სავალდებულო ჯარიდან და ესე იგი ხელში მეჭირა გასაშლელი Nokia ტელეფონი. ის პერიოდია, როდესაც გასაშლელი Nokia ტელეფონები გამოვიდა რა, ის პერიოდი მაგიტომ მახსოვს და მაგ დროს ხალხმა აი 2008 წელს ახლა ჩვენთან უბიცხო მოხდა და აი მაგ დროს წარმოიდგინეთ რომ მაგ დროს ასეთი დონის ხარისხიანი სერიალის თვითონ გადაღების რაკურსი, რეჟისურა, სამსახიობო კასტი და ასე შემდგომ მაგ დროს ამის გადაღება ძალიან მაგარია, საღოლ მაგამ ბავში. ეხლა უყურეთ. ხო და ესე იგი სანამ რაღაცების მოყოლებას დავიწყებ, ანუ სპოილერი რო არ გამომივიდეს, ვინც არ იცით როგორ უნდა ნახოთ სერიალი, ახლა გეტყვით რა. სპოილერი რო არ გამომივიდეს და თან პლუს თუ კი თქვენს ჩემსავით არ გინახავთ აქამდე და მეც ახლა ვნახე ერთი კვირის წინ მოვჭი ამ სერიალის ყურებას და თუ თქვენს არ გინახავთ აქამდე და ახლა აპირებთ უყუროთ სიტყვაზე, თუ მაინც აპირებთ უყუროთ, უნდა უყუროთ შემდეგნაირად ქრონოლოგიას გეტყვით. ეხლა მე როგორი სიტუაცია მქონდა, ძალიან ბევრი ცნობილი სერია, ხა ალესილი კეპები, სამეფო კაბეჯის თამაშები და ეგენ ჯერ არ მინახავს და ცალკე მინდა რომ დავუჯდე რა. აი ხალხს რო აჟიოტაჟი ქონდა და მთელი ამბები წივიკივლები რომ მიდიოდა, ესე ჯგუფურად თელსოფლიოსთან ერთად სერიალებს ყურება მე არ შემიძლია. ცოტა რომ ჩაწყნარდება მასა, მე ვიჯდები წყნარად უყურებ ხოლმე, ანუ ეიფორიებიდან რომ გამოდის მთელი მსოფლიო. ხო და ამიტომ ესე იგი ასე TikTok-ზე მიგდებდა მსოფლიოს ათეულებს რეიტინგებში აი ამ სერიალებს და დასახელებებს და ეხლა Dexter-ია კიდე ეგეთი სერიალი, ეხლა მალე დავიწყებ Dexter-ს და ანუ ძალიან ბევრი სერიალი ეხლა Walking Dead-ი, მოსიარულე მტრები და ასე შემდგომ ნანახი მაქვს, ზოგი ნანახი მაქვს, ზოგი არ მაქვს ნანახი. ეხლა Sopranos კლანი გადიოდა ადრე ტელევიზიაში, ნაწყვეტებად მაქვს ნანახი და აუცილებლად დავუჯდები და მთლიანად ნახავ. და ასე შემდგომ. ხო და ანუ ანალოგიური იყო მაგალითად ჩემთვის, ანუ Breaking Bad-ი საერთოდ ნანახი არ მქონდა, ვიცოდი რომ ძალიან სიგიჟე იყო. მე სხვადასხვა მარკარიანმა თქვა იქ რაღაცა პოდკასტში ესო არისო, ესე იგი აი მამაკაცული ამ ჰორმონების, ტესტოსტერონის აფეთქება, ამას რო უყურეთ რა, შეიძლება გაგიჟდეო რა და მე უფრო ინტრიგაში ჩავარდი. ხო და Breaking Bad-ის ყურება არ მქონდა დაწყებული და ეს Better Call Saul, ანუ ადვოკატზე იყო რაღაც სერიალი Better Call Saul, ანუ არ ვიცოდი ამათ ერთმანეთთან საერთოდ რაიმე კავშირი თუ ჰქონდა და Better Call Saul ესე მიგდებდა ასე უყურე და ხა იქ რაღაცა სურათები და პოსტერები იყო და ხა პოსტერებზე რო თქვა არ გავგიჟებული ვარ, მაგრამ მეც ჩემი ცოტა აი გარე წიგნების გარეყდის და მაგამ ბავში აი გარეკანზე ვხვდები ხოლმე რომ რაღაცა კარგია ხოლმე აი წიგნებს მაგალითად სათაურით და გარეყდით ვარჩევ და თითქმის არასდროს არ ვწდები, თითქმის ყოველთვის მაგარ წიგნს ვარჩევ ხოლმე და ფილმებზეც ძირითადად ვხვდები ხოლმე რომ კარგია და ეგეთი ანალოგიური სიტუაცია მოხდა. ხო და მოკლედ გადავწყვიტე რომ მე Better Call Saul-ს უყურებ რა. ანუ რაღაც ეგრე მივხვდი რომ ეგეთ დასახელებიდან გამომდინარე რომ ესე უმჯობესია დაურეკოთ Saul-ს, ანუ ესე ვთქვათ მსჯავრდებულები და დაკავებულები ამბობდნენ ამას, რომ აი არის ადვოკატი Saul-ი და ჯობია ამას დაურეკოთო. ხო და ესე იგი დავიწყე ამის ყურება. ხო და TikTok-ზე დავდე ვიდეო, როდესაც ამ დავიწყე Better Call Saul-ის პირველი სეზონის ყურება და როდესაც პირველი სეზონი დავამთავრე, TikTok-ზე დავდე ვიდეო, რომ პირველი სეზონის ბოლო სერიაში Saul-ი გავიდა მატრიციდან თქო რა, ანუ როგორ ხდება მატრიციდან, პიროვნების მატრიციდან გასვლა. და იქ ატყდა ამბავი კომენტარები, მთელი ამბები, შენ Breaking Bad-ი უნდა ნახო და რამდენიმე ბიჭმა დამიკომენტარა რომ ესე იგი ეგო კარგი ქენიო რომ შენ მაგით დაიწყე სერიალიო, იმიტომ რომ მაგის მერე მოდისო Breaking Bad-იო რა. ხო და ახლა მე მგონი ძალიან დიდი გამოგვივა ვიდეო.
ხო და ну გამიხარდა რომ კიდევ კაი ქრონოლოგიურად კარგად და ზუსტად დავიწყე და ყურება რა იმიტომ რომ არეულად არ იქნებოდა კარგი მოკლედ ხო და ესეთი ამბავია მოკლედ აი ეს გახავთ ქრონოლოგია და ესე იგი შეხედეთ როგორ არის ეს პირდაპირ ესე იგი სკრინშოტიდან გადმოვიწერე Google-ში რაც ვნახე Better Call Saul ანუ თვითონ ეს სერიალი Better Call Saul ეს არის პრიკველი ანუ წლოვანების და მიხედვით ახლა რომ აგიხსნათ ჯერ პატარა განხილვა ეს გავაკეთოთ Better Call Saul ეს დაიწყო 2015 წელს აი ამ სერიალის გადაღება და გამოსვლა რა გამოვიდა 2015 წელს მაგრამ ეს გახლავთ პრიკველი აი ამ Breaking Bad-ის რა იმიტომ რომ ეს Breaking Bad-ი გამოვიდა 2008 წელს ანუ 2008 წელს გამოვიდა და სადღაც 7 თუ 8 წლის შემდგომ დამთავრდა რა თუ 5 წლის შემდგომ ნუ ზუსტად ახლა ამ წუთას აღარ მახსოვს ხა მეზარება კიდე ნახვა მოკლედ ერთ რამდენიმე წელიწადი გრძელდებოდა და შემდგომ აი 2010 წლის შემდგომ დამთავრდა მეგონი 2012-ში თუ 13-ში დამთავრდა Breaking Bad-ი და შემდგომ აი აქ უკვე ანუ ნახეთ ჩვენს რეალურ დროში 2008 წელში რომ გამოვიდა რამდენიმე სეზონის თუ რომელიღაცა სეზონში უკვე გამოჩნდა აღარ მახსოვს რომელ სეზონში გამოჩნდა საული ანუ ჯიმი დამიძახეო ჯიმისაც უძახიან Saul Goodman-საც უძახიან ну მოკლედ რამდენიმე ესე თქვა სახელი აქვს ამ ჯიმის რა ჯიმი მაგგილი რა და ხო და ესე იგი ეს საული გამოჩნდა ამ ეს საულის პერსონაჟი გამოჩნდა ამ Breaking Bad-ში და მე გადაწყვიტეს მე არ ვიცი ხა მე გადაწყვიტეს ამ საულის გადაღება როგორც პრიკველი თუ უკვე თავიდანვე მქონდა ჩაფიქრებული ეს არ ვიცი ხა განხილვებს რაღაცებს ვკითხულობდი მაგრამ მოკლედ ესეთი რაღაც მოხდა Breaking Bad-ში გამოჩნდა ჯიმი საული რომელიც გახდა ესე იგი ამ კარტელების ამბებში ვოლტერ ვაიტი არის Breaking Bad-ის მთავარი პერსონაჟი ვოლტერ ვაიტი და ის პიკმენი ეს ორი პიროვნება ხი პოსტერებზე ნახავდით ეს ქიმიის მასწავლებელი და მოკლედ აი ამ ვოლტერ ვაიტს და პიკმენს დაეხმარება ამ თავიანთი ფულის შენახვაში და მოკლედ არალეგალური საქმიანობების შესრულებაში რა ძალიან ბევრი უკანონო საქმეების შესრულებაში რა და მთელი ხუმრობები და გადაობები ამაზე TikTok-ზე გაკეთებული ედიტები რომ შენო პინკმენი ეუნება ვოლტერს რომ ესე იგი შენო ადვოკატი კი არ გჭირდებაო შენო მაგარი შენ ადვოკატი კი არ გჭირდებაო კრიმინალის რომ დაგიცვასო არ უნდა შენ გჭირდებაო კრიმინალი ადვოკატი რომელიც საქმეებს გაკეთებინებს რა და მოკლედ ხო და თვითონ საულის ის ცოლი ადვოკატია და ძმა აქ არ ჩანან მოკლედ 2008 წელს როდესაც გამოვიდა აქ უკვე ჩანს საული მაგრამ უბრალოდ გვიან გადაიღეს და ანუ ერთადერთი დაბერების პროცესი ანუ მსახიობების დაბერების პროცესის ამბავი არის პირიქით არ ვიცი ხა თქვენთვის რამდენად გასაგებად ვამბობ მაგრამ ანუ ნახეთ რა ხდება აი აქ ესე იგი აი ამ სერიალში უფრო რა თქმა უნდა უფრო ახალგაზრდა არის საულიც და იქ საულის სერიალში შემდგომ საულის სერიალში მყოფი მსახიობებიც და პერსონაჟები ეს რა ქვია იმას ჯეკი თუ რა ქვია იმას გამახსენდება მოკლედ ის მელოტი კაცი რა ხო და მოკლედ სხვადასხვა თვითონ ის ნარკომანები და ასე შემდგომ რა თქმა უნდა ამ სერიალში უფრო ახალგაზრდები არიან იმიტომ რომ ჩვენი დროით ვიქტორ სალამანკა და სალამანკები და ვინც არის ძმები და ყველანი რა ესე იგი აქ უფრო ახალგაზრდები არიან ვიდრე აქ მაგრამ ქრონოლოგიურად ანუ ახლა 2025 წელს თუ დაჯდები და უყურებ ქრონოლოგიურად არის ასეა რომ ესე იგი ერთი ჯოხი მოვიტანოდი კარგად ვიხდეთ ანუ ქრონოლოგიურად ასეა რომ იწყებთ Better Call Saul ასე დაიწყებთ მე ხა ჯიმუიზე უყურე და არის საიტები ხა თქვენ თვითონ მოიძიეთ პირდაპირ წარწერები როგორც არის ზუსტად არის ასე დაგუგლეთ Better Call Saul დაიწყებთ სეზონი 1-დან ანუ პირველი სეზონიდან რომ დაიწყებთ მე-6 სეზონის ანუ ყველა სეზონს ნახავთ ბოლო სეზონი არის მე-6 სეზონი და მე-6 სეზონის მე-9 ეპიზოდის ჩათვლით ანუ მე-9 სერიის ჩათვლით ესე იგი Better Call Saul აი ამას უყურებთ ბოლო სეზონამდე მოღონდ მე-9 სერიის ჩათვლით აი ამ მე-9 სერიას ანუ ჩათვლით მე-9 სერიას უყურებთ და გაჩერდებით და იწყებთ შემდგომ Breaking Bad-ს რა იწყებთ შემდგომ Breaking Bad-ს მთლიანად უყურებთ ნახავთ
პირველი სეზონიდან, ესე იგი, ბოლო სეზონი მე-15 სეზონია და მე-16 სერია არის, მე-5 სეზონის მე-16 სერია გახლავთ. ბოლო სერია რა. ხო და ეს მივაწერო, წამეშალა ზურგით გავედე. შემდგომ გადაიღო თვითონ ამ Breaking Bad-ის რეჟისორი იყო, ხო? ყველა ამ იმას ერთი რეჟისორი ყავს, გილიგანიო თუ რა ქვია, მოკლედ, ხო? შემდგომ გადაიღეს El Camino. აქ უკვე Pinkman-ზე არის ცალკე ფილმი, ნუ რა ხდება, როგორ ხდება, არ დაგასპოილერებთ. ეს არის ცალკე ფილმი Pinkman-ზე. Pinkman-ის ისტორია გრძელდება. ნუ ესე თქვა, დასასრულისკენ მიდის, რომ რაღაცა დასასრული მიცემოდა, ანუ თვითონ TV show სერიალი Breaking Bad-ი რო დამთავრდა, შემდგომ რამდენიმე წელს მერე 2019-ში გადაიღეს ეს ხო El Camino. El Camino ეს არის რაღაც ძველი სპორტული მანქანის სახელი და იმ მანქანით ესე თქვა პოლიციას ემალება და ეგ თემაა რა Pinkman-ი და ეს ამიტომ მანქანის საპატივსაცემოდ რაღაც ესე დაარქვეს El Camino. შემდგომ, ანუ ესე იგი ესე იგი Better Call Saul-ს რო ნახავთ და Breaking Bad-ს მთლიანად რო ნახავთ, აი ამ მე-9 ეპიზოდზე რომ იყავით გაჩერებული, ოღონდ მე-9 ეპიზოდის ჩათვლით, მე-9-ს ნახავთ ბოლომდე და გაჩერდებით, შემდგომ El Camino და შემდგომ ნახავთ Better Call Saul, ანუ მე-6 სეზონის მე-10 სერიიდან მე-13 ეპიზოდის ჩათვლით. ანუ მოკლედ უმჯობესია Saul-ს დაურეკოთ Saul-ს დაამთავრებთ ამით რა. ანუ მე-9 სერიასთან ხო გაჩერდით, მე-10 სერიიდან, მე-6 სეზონის მე-10 სერიიდან გააგრძელებთ და ბოლომდე ჩახვალთ რა. ესე იგი არის გამოდის ჯამში გამოდის 4 სერია გამოდის რა. 10, 11, 12, 13 სერია. და ძალიან კარგად არის ეს ყველაფერი აწყობილი. მოკლედ ახლა წავა სპოილერები. თუ არ გინახავთ, ჯერ უყუროთ ამ ყველაფერს, ანუ თუ აპირებთ ყურებას, პირველ რიგში გეტყვით ძალიან მძიმე თვითონ Breaking Bad-ი ანუ არის ძალიან მძიმე სერიალი, ძალიან მძიმე სერიალია ფსიქოლოგიურად და თუ მაინც გადაწყვეტთ რომ უყუროთ, უნდა ჯობია ასე, თორე ვერაფერს ვერ გაიგებთ თავს და ბოლოს. და ანუ რატომ ვიძახი რომ ამას უნდა უყუროთ? იმიტომ რომ Breaking Bad-ის ნახეთ რა ხდება, Breaking Bad-ი რომ ანუ შეითავსვა და აი შეიწოვო ორგანიზმა, შეიწოვოს ესე ვთქვა სათავგადასავლო ამბავში მთელი ემოციებით რომ გაიჟღინთო, აუცილებელია რომ Better Call Saul-ი ნანახი გქონდეთ, იმიტომ რომ აქ მთელი ვითომ და წვრილმანები, აქ განგსტერული ამბებია, მთელი ესე იგი ალბუკერკე არის ესეთი ქალაქი ამერიკაში, რომელიც შტატი აღარ მახსოვს და ამ ალბუკერკეს ამბები როგორ დაიწყო ყველაფერი რა ერქვა იმ სალამანკას წამს ხო ტუკო სალამანკას ამბები შემდგომ ტუკო სალამანკას რომ რა ქვია იმ კაცს დამავიწყდა ბიჭო მოდიშით ერთი წამით ეხა დავგუგლე თორე იმდენი სახელები და გვარებია უკვე თავში მერევა ვერ დავიმახსოვრებდი პერსონაჟს ქვია ესე იგი Mike Ehrmantraut რა Mike Ehrmantraut ის მელოტი პენსიაში გასული პოლიციელი რომელიც პარკინგზე მუშაობს ხო და ესე იგი რა ხდება ხალხო პირველ სეზონში საული ანუ ეს საული გახლავთ პატიოსანი ადვოკატი რომელიც მიხვდება რომ იქ რაღაც მაიკთან ერთად რაღაც საქმეს გააკეთებენ $1,000,000 მაგიდაზე ედებათ და რატომ არ ავიღეთ ეს $1,000,000 მაგიდაზე რომელიც გვედოვა და რატომ არ გავიქეცითო რა და მოკლედ მე ამ შანსს ხედავ მეორედ აღარ გავუშვებო პირველი სეზონის ბოლო სერიაში ეუბნება მაიქს საული და საული გადის მატრიციდან ანუ უბრალოდ შემდგომ მატრიციდან გასვლა არ ნიშნავს ზოგადად იმას რომ მაინც და მაინც მატრიციდან ვინც გადის ყველა რაღაც წმინდანია ან რაღაც წმინდა საქმეებს უნდა აკეთებდეს ან აკეთებს მატრიციდან გასვლა იქ მე რა გზას აირჩევ შენ ეგ სხვა რამეა მაგრამ მატრიციდან გასვლა ნიშნავს აი ამ გარკვეული ტიპის ამერიკული და სხვადასხვა ქვეყნების ამ შემთხვევაში საული ამერიკული ბიუროკრატიული რაღაც სისულელეებიდან მიხვდა რომ უნდა გამოვიდეს და უბრალოდ ეხა ესეთი გზა არ აირჩია მაგრამ ყოველ შემთხვევაში ნამდვილი ცხოვრებით ცხოვრობს ისევე როგორც ვოლტერ ვაიტიც
Walter White-იც ანალოგიურს Walter White-ის ცხოვრებაში ანალოგიური ხდება. მოკლედ წინა მოვლენები ამ საულის სერიალში, რომლის შემდგომაც Breaking Bad თქვენთვის უკვე ნაცნობ პერსონაჟების ყურებას დაიწყებთ. უკვე ნაცნობი პერსონაჟების ყურებას აგრძელებთ თქვენ. ამიტომ ძალიან კარგი ესე ვთქვათ ქრონოლოგია გამოვიდა რეჟისორს რა. და Walter White, ეხლა შინაარ საუბრობ უბრალოდ ფრაგმენტებს ყვები, რომ Walter White-იც გადის მატრიციდან. ამ შემთხვევაში Walter White არის ქიმიის მასწავლებელი. აქ არის ნაჩვენები, ესე იგი ხალხო სტანდარტულად, ანუ პატიოსანი მასწავლებელი ადამიანი, ანუ აქ ბიორობოტულ, ესე ვთქვათ, წრედში რომ მოძრაობს, მარშრუტებს, თავის მარშრუტზე რომ მოძრაობს და თავის მარშრუტს რო არ გადაუხვევს და სისტემას ესეთი ხალხი სჭირდება, რომ სიწყარე იყოს, სიმშვიდე იყოს და ყველა თავის საქმეს აკეთებდეს და ენერგიას აძლევდეს სისტემას და აი აქ ესეთი რამე ხდება, რომ Walter White-ს დაუდგინდება ტვინის სიმსინა კიბო რაღაც ეგეთი, მოკლედ რამდენიმე თვეში მოკვდებიო. და გადაწყვეტს პინკმენთან ერთად, თავის ყოფილ მოსწავლესთან ერთად, რომ შენ იცი ესე იგიო ბიზნესი, მე ვიცი ქიმიაო და გავაკეთოთ საქმეო. გამაყიდე წამალი, მე მოგიხარშავ საუკეთესო წამალსო. და ის შემდგომ, ესე იგი ჰაიზენბერგის ფსევდონიმით, უკვე მთელ ალბუკერკეში და მთელ მექსიკამდე და იქ გაითხოვს სახელს და ყველა ნადირობს მის ან მოსაკლავად, ან კიდე მის დასათრევად, როგორც ქიმიის მოხარშვის მცოდნე, წამლის მოხარშვის მცოდნეს. და Walter White-ის შემთხვევაში, Walter White, ესე იგი, როდესაც გაიგებს, რომ აი ესე იგი, როდესაც გაიგებს, რომ კიბო აქვს და შემდგომ მისი სიძეის ნარკოტიკების წინააღმდეგ ბრძოლის ესე იგი, ერთ-ერთი თანამშრომელი ჰანკ შრეიდერი, ჰენკი, ესე ვთქვათ, როდესაც ჰენკი და ჰენკის ოჯახი და Walter White-ის ოჯახი სხედან და ტელევიზორში ჩანს აი ეგ სიუჟეტი, რომ დააკავეს ვიღაც ნარკობარონები, ვიღაცები აიყვანეს და რამდენი ფული ტრიალებს და რამდენი ფული ამოიღეს, ანუ White-ი როდესაც დაინახავს, რამხელა ფული ამოიღეს, აი ამ მომენტში White-ი გადის, ანუ ნარკოტიკებიდან და ნარკობარონებიდან რამდენი ესე ვთქვათ ფული ამოიღეს, ამ მომენტში თავის ტვინში გადაწყვეტს, White-ი გადის მატრიციდან, ანუ თავის სტანდარტულ ცხოვრებას ტოვებს. ოღონდ როდესაც ჩვენ ამაზე ვსაუბრობთ, რომ ვიღაცა მასწავლებლად მუშაობდა პატრიოს, ანუ სამყაროში ცუდისა და კარგის გაგება არ არსებობს სინამდვილეში. აქ არსებობს, აქ სულის ხონებაზე არ არის ლაპარაკი, აქ არსებობს ის, რომ შენ რა მარშრუტზე მოძრაობ, შენ მოძრაობ შენ სამსახურეობრივ მარშრუტზე და ხარ ბიოლოგიური რობოტი, ან ფუნდამენტურად ბიოლოგიური რობოტი, ან შეიძლება არ იყო ბიორობოტი, მაგრამ გიწევდეს გარკვეული დროის განმავლობაში, იქამდე სანამ თქვა მატრიციდან გახვალ, რაღაც რესურსი მოიმარაგო და ოჯახ შეინარჩუნო და გიწევს სამსახურში მუშაობა. გინდა არ გინდა ყველას გვიწევს. ამაში დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი არაფერი არ არის, რა თქმა უნდა. მაგრამ ყველა ადამიანის ცხოვრებაში დგება, ან უნდა დადგეს ის მომენტი, როდესაც მან ყველაფერზე უარი უნდა თქვას, თითქმის ყველაფერზე, შეიძლება ოჯახზე არ არის საუბარი, მაგრამ ისეთ თავის სტანდარტულ ცხოვრებას და უნდა გავიდეს მატრიციდან. Walter White-ი ზუსტად აი ამ დროს გადის მატრიციდან და ის ამბობს უარს სტანდარტულ ცხოვრებაზე და იწყებს თავისი იმპერიის აშენებას. მოკლედ შემდგომ, ესე იგი, მთელი ეს Breaking Bad-ი არის საშინელება, ხოცვა ჟლეტო და გვამების მჟავაში, ესე ვთქვათ, სითხედ გადაქცევა და ჩალპობა მჟავებში და მთელი საშინელებები რა. ხო და აი ესე იგი, ეხლა მოდი ჯერ პირველ რიგში ვიტყვი, ხა კიდე ერთი რა უნდა ვთქვა. ჩემთვის მაგალითად Better Call Saul-ი, ან ნახეთ ესე თქმები და მე ვამბობ ეხლა, მე ხა 37 წლის ვხვდები, ანუ ამას ძალიან დიდი მნიშვნელობა აქვს. ვინ რა ასაკში უყურებს ამ სერიალს. ჩემთვის მაგალითად შეხედეთ Better Call Saul-ი ამ ეტაპისთვის, არ ვიცი მომავალში რა სერიალებს ვნახავ და რომელი უფრო მომეწონება, მაგრამ ამ ეტაპისთვის ჩემთვის სერიალებში ნომერ პირველ ადგილზე დგას მოსიარულე მკვდრები და Better Call Saul-ს ან მაგორ სერიალს თანაბრად ესე ვთქვათ დავაყენებდი. და თვითონ აი აქ ერთი რა კიდე რა უნდა ვთქვა, რომ სინამდვილეში აი ამ გადასახედიდან, როდესაც ყველა ეს ეპიზოდი გამოსულია უკვე, ხო? სინამდვილეში ეს Breaking Bad-ი კი არ არის ცალკე, Breaking Bad-ი არის Better Call Saul-ის გაგრძელება. იმიტომ რომ ბოლო სეზონის ბოლო სერიაში
საული ამბობს რომ ვერაფერს ვერ შეძლებდა უოლტერ ვაიტი რომ არ ყოფილიყავი მე და მე ვარ დამხმარებოდიო სინამდვილეში ესე ვთქვათ ლომის წვლილი აქვს საულის დამსახურება რომ ის ყველაფერი ანუ ნახეთ თქვათ პინკმენის ბიზნესის ცოდნა თქვათ ნარკოტიკების გაყიდვის ცოდნა უოლტერ ვაიტის ძალიან დიდი სიმამაცის აფეთქებები ტუკოს ალამანკას ის რაღაცა კრისტალი რო დაუგდო და ნახევარი შენობა ჰაერში ააფეთქა ანუ ეს იყო ტვინში ერორი მომწე გავგიჟდეს რა იყო სათავგადასავლო ამბავში ძალიან სანახაობრივი და მართლა ნომერ პირველი სერიალია სათავგადასავლო და საყურებელ ამბავში მაგრამ ეხლა მე ვისაუბრებთ უარყოფით ხარეებზე მაგრამ ამ ყველაფერს აზრი არ ექნებოდა თუ არ მოხდებოდა საულთან თავიანთ უოლტერ ვაიტის და მაგათი ფულების დაბანდებები და გარკვეული იმ ტიპის ესე იგი იმ გარკვეული საჭირო ტიპის კავშირების ცოდნა რაც საულს ჰქონდა ხელში და ის მაქინაციები და თაღლითობები რაც უკვე მან Better Call Saul-ში ანუ ის ჩამოყალიბდა როგორც თაღლითი ადვოკატი რომელიც მატრიციდან გასულია და ფეხებზე კიდია ყველაფერი ტიპს რა აკეთებს იმას რაც უნდა უდანოში მიათრევს $7 მილიონ და ეგეთი რაღაცეები მაიკთან ერთად ხო და ხო ჩემთვის ამიტომ Better Call Saul ეს სერიალი ჩემთვის ნომერ პირველია Walking Dead-თან ერთად ჩემთვის ამ ეტაპისთვის მე არ ვამბობ რომ Breaking Bad მე ამას ყველაფერს Breaking Bad-ს ამის ნაწილად აღვიქვა რა და ხო ეს ამიტომ ყოველ შემთხვევაში ძალიან დიდი დამსახურება არის საულის რაც ეს ყველაფერი რაც მოხდა ან უოლტერ ვაიტი როგორც ჰაიზენბერგად ვერ შედგებოდა თუ არა საული რა საული იგივე ჯიმი ძალიან მაგარი სერიალია Better Call Saul აქ ეხლა აქაც არის ხო სროლები და მთელი ამბები მაგრამ აი Breaking Bad-ში რაც არის ხა ხო ესეთი რამე მე არსად არ მინახავს რა წეღა ვფიქრობდი ეხლა ესეთი თქმა მინდა ნახეთ აი ხო არის ადრე 90-იან წლების და 2000-იანების დასაწყისის და უფრო 90-იან წლების ფილმების ამერიკული ფილმების პერსონაჟები ხო აი კერკეტი კაკალი და ვანდამები და მთელი შვარცენეგგერები და ანუ ესენი არიან რაღაცა სუპერ გმირების და სუპერ ანუ როგორ ვთქვა რაღაცის იდეის დამცველი ადამიანები მოკლედ ჩვენთვის მაყურებლისთვის სუპერ გმირები რომლებიც ვიღაც ანტაგონისტებს ხოცავენ ტერორისტებს ებრძვიან და აი ვთქვათ კერკეტი კაკალია და იქ მთელი ოფიცერი იქ ვიღაცას ებრძვის ტერორისტიზმის გამო იხსნას და ანუ ცოტათი არ იყოს და გამართლებადია მათ მიერ ხალხის დახოცვა იმიტომ რომ შეიძლება ამანდაც მეორე წუდი მხარეა რომ შეიძლება ერთი ქალის ნახევარი ქალაქი ააფეთქოს იმ შენმა დადებითმა პერსონაჟებმა მაგრამ რაღაცა კიდე ცოტა ბალანსდება აქ ხალხო Breaking Bad-ში არ ვიცი ანუ ადამიანი როგორ არის ადამიანის ტვინი ასე განიხილავს ყველაფერს რომ ის აღიქვავს თავარ პერსონაჟად ტვინი აღიქვავს ასე რომ თავარ პერსონაჟად აღიქვავს თავის თავს და ხდება ამ ადამიანის ეს გაბოროტება აი ქართულ თარგმანში Breaking Bad-ი გატეხილი აი როგორც გაბოროტებული ისია აი გაბოროტ აი სერიალი რომ ნახე სიტყვა ქართული სიტყვა გაბოროტებულის მნიშვნელობა მე გავიგე რა ერთი მხრივ თუ მატრიციდან არის უოლტერ ვაიტი გასული მეორე მხრივ ადამიანურ ენაზე რომ ვთქვათ ის არის გაბოროტებული მთელ საყაროზე ქმნის იმპერიას და როდესაც თავის ცოლს ესე იგი რა ქვია თავის ცოლს არ სკაილერს ხო თავის ცოლს როდესაც სკაილერს ეუბნება ბოლო სერიებში დასასრულისას რომ კიო ეს მე ზეპირადუცო ვიცი რომ 1000-ჯერ გაქვს ჩემთვის ნათქვამიო სკაილერი ეუბნება რომ ეს ყველაფერიო შენ ოჯახისთვის გააკეთეო და იქ უკვე ერთგვარ აღსარებას გავს მისი ესე ვთქვა გამოსვლა უოლტერ ვაიტის გამოსვლა და უოლტერ ვაიტი ეუბნება რომ არა ეს ოჯახისთვის მე არ გამიკეთებია მე ეს ჩემთვის გავაკეთეო მე ეს ამის გაკეთება მე მომწონდაო ეხლა ძალიან დიდი სიამოვნებით ჩავთავდი ამ ედიტებს და მოგასვენებდით მაგრამ მე გამითიშავენ იმას რა ქვია მონეტიზაციას ვიდეოზე ყველა ნებისმიერ მუსიკას და იმაზე საავტორო უფლებების ამბავში და ძალიან მაგარი ედიტები მაქვს დარეპოსტებული TikTok-ზე და ძალიან მაგარი ედიტებია რა აი ძალიან მომწონს მე ეს ყველაფერი როგორ გზას გადიან ეს ადამიანები რომ სიტყვაზე ის გაბოროტებული ხდება მაგრამ ის აღიარებს ფაიქი რომ მე ეს ყველაფერი ჩემი თავისთვის გავაკეთეო მაგრამ იმიტომ რომ სიამოვნებდაო და რატო სიამოვნებდა ახლა ამაზე ვისაუბრებთ ცოტა ხანში და მოკლედ აი ესეა მე ელეკამინე უკვე როდესაც აქ სპოილერებს ვეხებით უკვე და ვიტყვით რომ აქ უოლტერ ვაიტი აქ უკვე კვდება ბოლო სერიაში Breaking Bad-ში და პინკმენი როგორ აგრძელებს თავისი გაქცევის გზას პოლიციას როგორ გაურბის ესე იგი ცალკეულ სრულმეტრაჟიან ფილმად არის გადაღებული და
ძალიან კარგია რომ რეჟისორმა მოაბა თავი ამას და გააკეთა რომ ესე ვთქვათ Better Call Saul დაიწყო 2015 წელს, ანუ უმჯობესია დაურეკოთ Souls. ეს სერიალი თვითონ 2015 წელს დაიწყო და ესე იგი ეს დამთავრდა 2022-ში თუ სწორად მახსოვს, 22-ში თუ 23-ში, 2023 წელს დამთავრდა მე მგონი, ხო, 22-ში თუ 23-ში დამთავრდა ეს სერიალი და ის სადღაც შუაში მოუწია გაკრას 2019 წელს მოუწია ამ ფილმს გამოსვლა რა. El Camino, აი ეს არის სახელი. El Camino ცალკე ფილმია და ვერაფერს ვერ გაიგებ ეს ყველაფერი თუ არა გაქვს ნანახი. Pinkman-ის ამბის გაგრძელება და კარგი იქნა რეჟისორმა რომ Pinkman-ის ისტორია დაასრულა და საულის ისტორიაც დაასრულა. საულმა უკვე იქ მთელი განხილვებია შემდგომ რომ რატომ არის ბოლო ეს სეზონები, აი უყურებთ, აი აქ რაიმე თქვენ ხარვეზე არ გეგონოთ რომ ეს სეზონები უკვე, როდესაც El Camino-ს ნახავთ, აი ეს სეზონები ეს ბოლო სეზონის ბოლო სერიები, ეს მე-10, მე-11, მე-12 და მე-13 სერია უკვე არის როგორ ერქვა, ესე იგი იმის პერსონაჟს საულ გუდმენის პერსონაჟს რაღაცა სახელი ერქვა. მოგე შავთეთრი სერიებია რა, მოგე დამოწა სახელი ხარ არ მიჩვენებს. შავთეთრი სერიებია. სხვა პერსონაჟს უკვე სხვა ფსევდონიმი აქვს საულს და ესე ვთქვათ ემალება კანონს ემალება რა, იმიტომ რომ მთელი ძალიან ბევრი დანაშაული მიუძღვის და ბოლო სერიებში კანონს ემალება. მე მისი ცოლიც ეტყვის რომ მოდი ჯობი აღიარო ყველაფერიო. მის ცოლი გადაურჩება ციხეს, ის ადვოკატი გოგო, ისიც იმანს ადვოკატობას თავი გაანება და თავისი თავი დაიცვა სასამართლოზე საულმა და ძალიან მაგარი გამოსვლა ჰქონდა და ძალიან მაგრად შეასრულა ის რომ სადღაც 7 წლამდე მიიღო ციხე და მე რა თქმა უნდა ცოტა ისო და მოგეთ რამდენიმე წელიწადში გამოვალო რა. თვითონ მისი ცოლი ესე იგი გათხოვილი იყო უკვე გათხოვილი იყო რა. აქ 6 თუ 7 წელი იყო გასული აი ამ ამბების მერე და ცოლი გათხოვილი იყო, მაგრამ ისე მთავრდება რომ ძალიან მაგარი ასე ვთქვათ ძალიან მაგარი საპოსტერო ფოტო გამოვიდა, როდესაც ესე თავიანთ ტრადიციულად სიგარეტს აი შესვენებების დროს ისინი როდესაც ადვოკატებად მუშაობდნენ, შესვენებების დროს გადიოდნენ ხოლმე სიგარეტის მოსაწევად კი პარკინგზე და ანალოგიურად დგანან და სიგარეტს ეწევიან ჯიმის ესე ვთქვათ საულის საგანში და ესე შუქი რო ეცემა და ძალიან მაგარი სცენა რა. და ისე ჩანს რომ უკვე ის მიდის ციხეში და Better Call Saul მე იძახენ იქ პატიმრები, ყველა იცნობს საჯარო აღსრულების ავტობუსში და ისე ჩანს რომ ესე იგი კარგად მთავრდება რა. კარგად მთავრდება ყველა, ესე იგი რამდენი იყო 200 ის შევინახე 279 თუ კარჩეთ 270 ადამიანი მთელი აი ამ სერიების განმავლობაში 270 ადამიანამდე 279 თუ სწორად მახსოვს ადამიანის მკვლელობა მოხდა. 279 მკვლელობა ხახმო. შეიძლება პატარა ციფრი მე შეებოდეს. თქვენ გესმით რაზე საუბარი? ცეცხლში დაწვები, აფეთქებები, ნუ არ ვიცხო და რატო შემოდარე 90-იან წლების ფილმს რომ აი აქ რაც ხდება Breaking Bad-ში, ეს არის სრული მარაზმი და რატო ვახსენე ჩემი ასაკი. ეს სერიალი Breaking Bad-ი ჩემი აზრით უნდა იყოს 35 პლუსი, აი 35 წლამდე საყურებელიც არ არის. ხა კი არ იმას კი არ რომ დაახშო და გაგუდო თუ უყურეთ, არა. ეს სერიალი არის 35 წლის შემდგომ, 40 წლის შემდგომ სანახავი სერიალი. რომ გავუძო დედას ვიცავ რომ ორი კვირა ხახმა კოშმარები მესიზრებოდა. იმიტომ რომ ახალგაზრდა ეს სპეციალურად არის, ეს არის ხახმა პროპაგანდა, ნარკომანიისა და ძალადობის სპეციალურად დაკვეთით მე დარწმუნებული ვარ ჰოლივუდს თუ ვინც არის რეჟისორს დაკვეთა მისცეს რომ მთელი ეს შემდგომ აბა მეტადონის თუ რა ქვია მეტადონი თუ რა ერქვა ცნოთელი წამლების ჩამონათვალი რაც არის ნარკოტიკების ჩამონათვალი რაც არის რომ ეს ყველაფერი მე უფრო უკეთესად თემ სოფლიოში რომ გაესაღებინათ და ამ სერიალით მოახდინეს ახალგაზრდების ახალგაზრდული ტვინისა და ფსიქიკის დამუშავება ისე რომ ეს ამ ყველაფრის რომანტიზირება მომხდარიყო. აი ხვდებით რაზე საუბარი? მე მესმის რომ თქვა კერკეტ კაკალში ვილ სმითი გარბის და ტერორისტებს ებრძვის და ამის რომანტიზება მოახდინო, მაგრამ იმის გამო რომ ადამიანი, რომელსაც უკან დასახევი გზა აღარ აქვს, ვოლტერ ვაიტის პერსონაჟი და აღარაფერი აღარ აქვს დასაკარგი, იმიტომ რომ მალე კვდება და ერთი თქვენი დედაცო
ანუ ეს სანახავად, ანუ თვითონ ის ნახეთ სანახაობრივად და სათავგადასავლო ამბავში აი როგორ ვთქვა, ძალიან საინტერესო და ძალიან ეფექტურია, მაგრამ აი თქვა ეს უკვე დასრულმა ჩამოყალიბებულ მამაკაცებზე, ხა მამაკაცებზე ვსაუბრობ, უფრო იმ გავლენას არ მოახდენს, რა გავლენასაც მოახდენს და რომანტიზირებას მოახდენს ახალგაზრდებში რა, რომ აქ ხდება რა ხალხის კვლელობა და გამართლება ყველანაირად, რომ მთელი სეზონი, ნახეთ რაზეა საუბარი, მთელი სეზონები შენ ვოლტერ ვაიტი გეუბნება, რომ მე ამას ოჯახის გამო ვაკეთებ და ოჯახის გამო თითქოს ყველაფერი მოსულა. გესმით? აუბედურებს ხვის ოჯახებს. ხოცვაში ლეტვამ გვამების დანაწევრება და მჟავაში ჩაგდება და ის მჟავა ხო მჟავაში ესე ვთქვათ ქრება ორგანიზმი რა, ანუ ნეიტრალდება ბოლომდე რა, გვამიც რო ვერ მიაგნონ და საშინელებები როგორ იწყება მკვლელობები რა, რომ ის პირველი სარდაფში რომ მოკლავდა ის პერსონაჟიც, ის პირველი რომელიც მოკლეს, აი აქ ტუკო სალამანკას იმაში იყო, რა ქვია, კლანში იყო ის პირველი ბიჭი, სარდაფში რო ყავდა დაბუბული რა. და ვისი მოკლაც პირველად მოუწია ვოლტერ ვაიტს. ეს საულის სერიალში იყო. ამით ვის თქვა, მინდა რომ არის ეს სერიალი არის Breaking Bad იმისათვის, ან იმის გარდა რომ არის ძალიან საინტერესო, მეორე მხრივ, აი ხა შემოვატრიალოთ მეორე მხარე. მეორე მხრივ გახლავთ კაცობრიობის წინაშე ჩადენილი ძალიან დიდი დანაშაული ამ სერიალის გადაღება და გამოშვება, იმიტომ რომ ეს გახლავთ გარყვნილებისა და სხვადასხვა ტიპის პროპაგანდები, რაც აისახა მთელი მსოფლიოს ახალგაზრდობაზე და გაანარკომანა ხალხი. აი შეხედეთ ახლა შეიძლება რაღაცები დამაკდა კიდე, მაგრამ ჩამოვწერე. აი შეხედეთ. ცოდვების პროპაგანდა, ანუ დრესიროვკა. ანუ რას ნიშნავს ახლა ეს? უბრალოდ დამავიწყდებოდა. ცოდვების პროპაგანდა, ანუ დრესიროვკა. დრესიროვკა ნიშნავს ხახნო, აი აგიხსნით რა, ცოტა არ ვიცი რუსულიდან არის, მეგონი რუსული ტერმინია უფრო, მაგრამ აი დრესიროვკა რას ნიშნავს? მაგალითად უფრო კარგად რომ მიგახვედროთ. საგანმანათლებლო სისტემა სკოლაზე ცალკე გვექნება ჩვენ აუცილებლად საუბარი, რომ საერთოდ არც კი შეიძლება სკოლაში ბავშვს მიყვანა. საგანმანათლებლო სისტემა დღეისათვის თელს მსოფლიოში და მაგრამ განსაკუთრებით საქართველოში და მსგავსი ტიპის ქვეყნებში სკოლა არის ბავშვის დრესიროვკა. საგანმანათლებლო სისტემა გახლავთ დრესიროვკა, ანუ მომზადება, ჩამოყალიბება, დაპროგრამირება იმისთვის, რომ 7-8 საათი როზის ბავშვი კლასში, იმ პერიოდში, როდესაც აქტიურია, რომ მოხდეს ბავშვის დამორჩილება, მისი ფსიქიკის დამონება, რომ შეხარ რაღაცა ნომერი მე-500-ე მონა და შენ უნდა იმუშაო მთელი ცხოვრება ინდუსტრიაში, ანუ ინდუსტრიისთვის, სისტემა ინდუსტრიისთვის ამზადებს ამ ბავშვებს. აი ზუსტად ეს ნიშნავს, აი ამას ნიშნავს დრესიროვკა. და აი ანალოგიური დრესიროვკა არის ეს სერიალი. ესე იგი რომ მასების ფსიქოლოგიური აშლილობა მოეხდინა და რა თქმა უნდა ძალიან კარგად შეასრულა თავისი მისია ამ სერიალის იდეამ. აი დავიწყოთ პირველი, ნარკომანია. ეხლა აგიხსნით ახლა ხდება ნარკომანია ყველა მხრივ. რომანტიზირება, ყურება როგორ ამ ბურბულატორებს და მთელ აი ისეთ რაღაცებს იჩხიდავს ხალხი, რომ პინკმერი რომ მოსაწევს შიგადაშიგ მოსაწევს ეწევა, ის უკვე აღარაფრად აღარ მიგაჩნია. ეს არის ქცევის მოდელი ხალხო. ფსიქოლოგიაში ყველამ ძალიან კარგად იცის, რომ ეს არის ჩვეულებრივი ქცევის მოდელი. აი ნათქვამია ხოლმე, რომ აიო შენო ფსიქოლოგიის ის იყო რაღაც გამოსვლა, რომ შენო როდესაც წეველი ხარო, მშობელიო და შვილს გინდა რომ შენმა შვილმა არ მოწიო სიგარეტიო და შენ სიგარეტს ეწევი ოჯახში ჩვეულებრივად, მაგრამ ეუბნები რომ არ მოწიო სიგარეტი შვილო ეს ცუდიაო, აუცილებლად შენი შვილი მაინც წეველი გამოვაო რა, იმიტომ რომ ის ხედავს შენი ქცევის მოდელს, ან ქცევის მოდელს აჩვენებ. ის რასაც ხედავს თავისი მშობლის ზამოქმედებას იმეორებს და შენ რას ეუბნები მაგას მნიშვნელობა არ აქვს. ამიტომ როდესაც ახალგაზრდობა უყურებს ბურბულატორებს, მთელი ესე იგი წავლების მოხარშვებს, თამისი რომანტიზირება რომ ხდება, მთელი ამ ნარკომანიის ხალხი ერთმანეთს ხოცავს, ანუ მასების ფსიქოლოგიურად სუსტი ახალგაზრდების ნარკომანებად ჩამოყალიბების
ესე ვთქვათ, ფსიქოლოგიურ სამუშაოს ატარებს ეს. და ერთი ნაბიჯი არის უკვე მე ნემსამდე და ესე ვთქვათ, ამ ცოდვაში ჩავარდნამდე. ერთი ნაბიჯია დარჩენილი რა. ანუ ეს არის დრესირობა, დამუშავება მაქსიმალურად და ეს გააკეთეს, ვინ გააკეთეს. მაგრამ როტშილდები და ვინც არიან მსოფლიოს ვინც მართავს, მაგათმა და ეგენი დაუკვეთავდნენ და ნარკოტიკებში გამოუშვებდნენ რა ქვია წამბალს, იქ კრისტალი ქვია და რაღაცები და და მე გამოუშვეს ეს წამალი და წამალად გასაღებაც პოვა კლუბებიდან დაწყებული აქვს ყველანაირი ესე ვთქვათ გასართობ-იმებით ინდუსტრიებით დამთავრებული, სადაც ხდება ამ ნარკოტიკების გასაღებები და გასაღება და ამიტომ და დიდი ფული იშოვეს რა, ამიტომ ტყუილად არიღებენ ასეთ სერიალებს. აი ეს ძალიან მაგარი ხა ჩავიწერე სპეციალურად 25 კადრი სისხლიდან კეჩუპზე გადასვლა, რო არ დამიწყებოდა. ხახნო, აი ესეც არის დრესიროვკის ერთ-ერთი ნაწილი. ეს არის 25 კადრის ერთ-ერთი ნაწილი. როდესაც ესე იგი ხალხი ხოცეს, ჟლეტეს, სისხლი სისხლისგან იცლება ადამიანი, კადრი მინდის ერთ-ერთი კადრი Breaking Bad-ია, რომ ესე იგი კადრი მინდის რომ სისხლისგან იცლება ადამიანი და უცებ კადრი გადადის, აი სისხლის გუბე დადგა და კადრი გადადის რომ ეს გუბე უცებ კეჩუპად გადაიქცევა, ანუ კადრი გადავიდა სხვა პერსონაჟზე და ვიღაცა საჭმელს ჭამს, სისხლის გუბე გადავიდა კეჩუპზე და კეჩუპში ამოუწო ვიღაცა პერსონაჟმა და შეჭამა, გააგრძელა ჭამა. ადამიანის სიკვდილიდან, ანუ სისხლის გუბიდან გადადის თეფშზე დასხმული კეჩუპის სცენაზე კადრი გადადის. აი ზუსტად ეს 25 კადრი, ზუსტად აი ამ ტიპის 25 კადრებით ახდენენ ახალგაზრდების მოძალადეებად ჩამოყალიბებას. აი როდესაც აი ეს ხალხი ერთმანეთს ჩეხავს და ეს კომპიუტერმა თამაშებმაც გამოიწვია რა თქმა უნდა და აი როდესაც ხალხი ნახეთ ანუ ადამიანებს აინტერესებს ხო აი ამდენი თქვა საქართველოში ავიღოთ რომ ხალხი ესე დაუნდობლად რომ ხოცავს ერთმანეთს ეს ახალგაზრდა ბიჭები ავიცი 14-15 წლიდან ზემოთ თინეიჯერულ ასაკში ანუ ხალხი ისე დაუნდობლად ჩეხავს ერთმანეთს და კლავენ რომ ხალხს ანუ საზოგადოებას უჩნდება კითხვა რომ ამ ხალხმა სად ისწავლა ეს ანუ სად დაინახა ეს სად ანუ ეს როგორი ხალხო ეს როგორი სისხლიანი კვლელობებია იცით რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება აი როგორიც აი ძალიან დიდი პენსიაში გასული სპეცნაზელები რო იყვნენ და სპეცაგენტები რომლებიც მთელი ცხოვრება ხოცავდნენ ხალხს აი მხოლოდ ასეთ ხალხს შეუძლია ეგეთი კვლელობების ჩადენა და ჩვეულებრივ სკოლის მოსწავლეები იდნენ ამას ანუ სად ანუ ისმის კითხვა სად ისწავლა ხალხმა ეს და სად ანუ როგორ შეიძლება ახალგაზრდა ბიჭებმა ერთმანეთი დახოცონ ისე რომ ნერვი არც კი აუტოკლდეთ სანადირი სინანურის გრძნობა და ციხიდან რომ გამომიშვა კიდე დახოცავ და კიდე იმას ვიზავ ეგეთ სიტუაციაში თუ ჩავარდებიო შეიძლება გიპასუხოს ყველა ასარეხება ის შეიძლება მაგრამ ანუ საიდან ხდება აი ზუსტად ეს ფსიქოლოგიაში მათ გაიარეს ეს ფილმები როდესაც ნახეს მათ გაიარეს აი ამ კადრების გადასვლებით რომ სისხლი და კეჩუპი ერთია თითქოს ეს არაფერი არ არის ის მოკვდა ამოუწო ვიღაცამ კეჩუპში სისხლის მაგალ გუბეში პური და შეჭამა ხვდებით რაზეა საუბარი აი ეს არის საშინელება საშინელი დრესიროვკა არის რა ახალგაზრდებს ნუ გარყვნებაზე აღარაფერს აღარ ვამბობ გარყვნებაზე კატასტროფაა ყველანაირი მხრივ აქ ახლა ერთ პატარა ჩანართს გავაკეთებ რომლებსაც ჩემი TikTok გამომწერები მიხვდებიან რა ჩემი TikTok გამომწერები მიხვდებიან მარტო უბრალოდ კითხები ვისაც გაგიჩნდება შედით ჩემს TikTok-ზე და ორსქესიანი სელებრიტებზე მიდევს ვიდეო დასაკრავ სიაში პატარა ჩანართს გავუკეთებთ რომ სინამდვილეში ვოლტერ ვაიტის სოლი სკაილერი ახლა მოდი წავიკითხო ერთი წამით ავიღო ლეპტოპი პერსონაჟი რა სკაილერი გესმით ვოლტერ ვაიტის სოლი სკაილერი მისი სახელი არის ანა განი რეალური მსახიობის სახელი არის ანა განი პერსონაჟი სკაილერ ვაიტი ჯეინ მარგოლისი აი ჯეინი არის პინკმენის შეყვარებული გოგო რომელიც თავის ბოდიშიდან არწყევში ჩაიხჩობა ვოლტერი ამას უყურებს და ხელს გაანტოკებს ეს არის კრისტენ რიტერი ეს გოგონა სინამდვილეში მსახიობი არის კრისტენ რიტერი იმის სოლი რა ერქვა იმას ესე იგი გვაინტერესებს ლიდია ეს არ ვიცი რომელია ჰანკ შრეიდერის სოლი და მოკლედ ჰანკ შრეიდერის სოლი რა კიდევ მოცა შეიძლება იყოს ერთი წამით რა ქვია მაგას
Hank Schrader. ხო, აი ნახე. მოკლედ Skyler-ი ის Pinkman-ი შეყვარებული და Mary Schrader-ი Betsy სინამდვილეში Betsy Brandt-ი. ეს სამი ქალი მინიმუმ სამ კიდე ეპიზოდებში ნახეთ. სინამდვილეში არიან მამაკაცები, ტრანსგენდერი მამაკაცები და ამაზე ახლა აქ არ მაგ დასაკრავისი არ ვიცი გავაკეთებ თუ არა, მაგრამ მთელი ამბებია ორსქესიან სელებრიტები ნახეთ უყურეთ ჩემთან TikTok-ზე. ესენი გეუბნებთ რომ არიან 100%-იანი მამაკაცები და წარმოიდგინეთ პირდაპირ მნიშვნელობით რამხელა გარყვნილებაა, როდესაც ტრანსგენდერ ან პერსონაჟები არ გამოყვანილი როგორც ქალები და თვითონ მსახიობებიც რომ ცხოვრობენ როგორც ესე ვთქვათ ქალებად, მაგრამ სინამდვილეში არანაირი შულები მაგათ არ გაუჩენიათ. ეგენი არიან ტრანსგენდერი, ტრანსი გადაკეთებული თუ განმკეთებული არ ვიცი, მაგრამ დაბადებულები მამაკაცებად. Skyler-ის და ის Pinkman-ი შეყვარებული. ეს მინიმუმ 3 და კიდე არიან ვიღაცები. და არის შებრუნებული სქელი. თვითონ საული ქალია, წამე ჯიმი მაგგილი ქალია სინამდვილეში. ჯიმი მაგგილის სოლი სინამდვილეში კაცია. შებრუნებული სქესებია. ყველაზე არ არის, მაგრამ ბევრზეა. და აი წარმოიდგინეთ, აი White-ის და აი ასეთი თვითონ ცოლ-ქონებს და სინამდვილეში ამ იმის ჯერ ესეც ქვეცნობიერზე მოქმედებს ამ კაცების დასავლებს როგორ გაყურებინებენ. მეორე ძალიან მნიშვნელოვანი, როდესაც Skyler-ი ქმარს ღალატობს, აი სრულიად უმიზეზოდ ხახნო, შენო ცალკე ტელეფონი გქონიაო, მე მესმის შეიძლება გაუჭედო სოლმა, შეიძლება შენიშნო მისეს იეჭვიანოს, რა თქმა უნდა, ბუნებრივი მოვლენა, საიჭვიანო იყო, რა თქმა უნდა, და ამან ხა საყვარელი არ ყავსო, ხო არ ეტყო და მეორე ტელეფონი ქონდა იმის გამო, რომ ნარკოტიკების ამბავს, ნარკოტიკებს რო ხარშა და მაგის გამო ქონდა მეორე ტელეფონი და ჭირდებოდა და მთელი ამბები. ამის გამო გავარდება და თავის ეს ვთქვათ უფროსთან ანუ თანახეთ რა ხდება ეს ქალების ფსიქიკაზე მუშაობენ манипуляციები და მთელი ამბები რომ ეს Skyler White-ი ეხლა ვიღაცა მე მესმის რომ ეტყვის რა შუაში ეს ყველაფერი სერიალიაო თავშია ხალხო Skyler-ი მიდის იმ სამსახურში მიდის და ბრუნდება სადაც იცის რომ მისი ყოფილი იყო თუ შეყვარებული თუ love story ქონდა თუ რაღაცა ტედი მისი ერთ-ერთი ყოფილივით იყო ვიღაც კაცი ტედი თუ ის აბავდა თუ რაღაცა და ამ ტედთან თუ სწორად მახსოვს ტედი ქვემებოდი და ამ ტედთან ბრუნდება სამსახურში და ბოდიში და ტრაკის კიცინს იწყებს რა აი ქალურად უწყებს გაპრანჭოს და დაჟე სინამდვილეში თვითონ იმ ტედმა რეალურად თავი შეიკავა არაფერი არ გაუკეთებია და ეს მიახტა და ჩამოეკიდა კისერზე ეს Skyler-ი იმის გამო რატო გაქვს შენ მეორე ტელეფონიო და ანუ ამით ხდება ძალიან დიდი გარყვნილების რაც რეალობაშიც მოხდა და ესეც ხდება რაღაცა თუ შენ ცოლს რაღაც არ მოგეწოდება ქმრის წადი უღალატე შენს უფროსთან აი ამის message box-ი გააგზავნეს ქალებში და ეს ქალებში ქოცნობიაში დაილეკა და ესეც ხდება დღესდღეობით და მეორე კიდე გარყვნილების ერთ-ერთი შემადგენელი ნაწილია როდესაც ხო მეორე ის რომ მე ვოლტერთან ეს Skyler-ი ბრუნდება შემოეტენება მოკლედ იქ მოიყიჭა ის კაცი და თან მე საერთოდ რამდენიმე მილიონი თუ რაღაცა ძალიან დიდი ფული საყვარელს გაურბენინა ანუ საშინელება კატასტროფა და ის ვოლტერი ვაფშე პანიკური შეტევა დაიწყო და იცინეს იქ სარდაფის ძირს როგდია და იცინეს რა გაგიჟდა ჯერ მიღალატო და მე მილიონები წავყო თავის საყვარელს ისეთ მომენტში როდესაც ყველაზე მეტად ჭირდებოდა თავისი გადანახული ფული ხო და ეხლა შევედეთ და მე შემოუცოცდება და შემოუჩოჩდება და ურიგდება ისე ურიგდება და ერთი სცენარი მანდ ძალიან მნიშვნელოვანი რაც არის ანტისახარიბისეული ეს სცენა ვოლტერი როდესაც ეხუტება თან საზიზღრობა ეს კაცია ტრანსი ჩვეულებრივი მაგრამ ნუ ანაგანი მსახიობი კი ბატონო ვისაც ეს ეჯეროს ესე იგი ვოლტერი როდესაც ჩაეხუტება მოულბება გული და ეუბნება რომ ვითომ რა უკვე შერიგებულები იყვნენ და იყვნენ უკვე შერიგებულები და რაღაც დააგვირგვინასავით რომ მოკლედ გაპატიეო ჯერ ესეთი დავიწყოთ იქიდან რომ Skyler-ს არ უთხოვია ბოდიში წარმოიდგინეთ რა ხელა მნიშვნელობა აქვს ჯერ ესეთი Skyler-ს არ უთხოვია ბოდიში ანუ ბოდიში ანუ შენდობა არ უთხოვია თავისი ქმრისთვის რეალური ქმრისთვის ანუ ჩვეულებრივ არც დაშორებული ბავშვი არც დაშორდნენ ანუ ხელს არც არ გაუწერიათ ისე წავიდა უღალა და დაბრუნდა
ბოდიში არ მოუხდია, შენდობა არ უთხოვებს, ანუ ღალატი მაპატიო არც კი უთქვამს, ისე პატიობს, ჯერ ესეთი დანაშაული ისე პატიობს ვოლტერი თავის სონს და მე მეორე ჩვენ სახარებაშიდან ვიცით რომ როდესაც სახარებაში წერია ასე ქრისტე ამბობს, ანუ ღმერთი გეუბნება კონკრეტულად, როდესაც ქმარს უღალატებს თავისი ცოლი, არც უნდა მოკლა, არც უნდა დაახჩო, არაფერი არ უნდა გააკეთო, ანუ როდესაც ცოლი უღალატებს ქმარს, ქმარი თუ უღალატებს ცოლს, მან ცოტა სხვა სიტუაციებია, მაგრამ თუ კი ცოლი ღალატობს ქმარს, ქალი უნდა გაუშვას. ქმარი ჩვენ გინდა თუ არ გინდაზე არ არის, ვალდებულია გაუშვას, სადუ დაშორდეს, უნდა ის ქალი, ანუ უნდა გაუშვას, აუცილებლად უნდა გაუშვას. და აქ არის ზუსტად ანტისახარებისეული სწავლება, რომ ჯერ არც უთხოვია ბოდიში და შენდობა გარყვნილების ერთ-ერთი ნაწილია. ანუ არც უთხოვია ტიპს და ესე უნდა პატიობო, ჯერ რო პატიო ვინ მოგცა მაგის უფლება. ღმერთი გეუბნება სახარებაში, რომ ცოლმა რო გიღალატა, უნდა გაუშვა. ეხლა მე მესმის ეს ფემინისტური თანამედროვე და ლიბერალურ ამბავში ეს ქალებისთვის ყოვლად მიუღებელი და იმიტომ არის ყოვლად მიუღებელი, რომ ეს სერიალი არსებობს და ასეთი სერიალებით და თურქული და ბრაზილიური და ასეთი სერიალებით მოახდინეს ხალხის ფსიქიკის შერყევა, ოჯახური ინსტიტუტი სრულად განადგურებულია. მთელ სოფლიოში, ნუ საქართველოში და რამდენიმე ქვეყანაში ცოტა კიდე რაღაც შეიძლება თქვა. ზოგი ასე თქვა რეალურად არის შენარჩუნებული ოჯახის ინსტიტუტი, ზოგი ესე თქვა მარტო ახლობლები რო ხედავენ, მაგრამ ჩვენთან კიდე რაღაც არის რა და პატრიარქატს ოჯახის სიწმინდის დღე მაგიტომ დააწესა, რომ ეს ძალიან დიდი გარყვნილების პროპაგანდა მოდის აი ამ ფილმებიდან. ხო და ეს არის დამაზიანებელი ადამიანის ფსიქიკისთვის რა. ძალიან აი პირდაპირ აი ამ ცოდვების შემონათვალი რაც არის, პირდაპირ ჩარევა ხდება ადამიანის ცხოვრებაში ამ დრესიროვკით, ამ სერიალების ყურებით რა და აი მაგალითად ერთ-ერთი ის იყო, ერთ-ერთი კოუჩი ყובოდა გოგონა თურქულ სერიალებს უყურებსო, აი გოგონა თურქულ სერიალებს უყურებსო, იცოდეო რომ 100%-იანი გიღალატებს მომავალში. შენ თუ მას ცოლად მოიყვანო რა და ეხლა ეგ არის ეგრე მორჩა და გათვალა, იმიტომ რომ იქ ხდება ისეთი რა ქვია, ცხოვრებისეული სტანდარტების გაუბრალოება, რომ ანუ არ მოგეწონა ქმარი გაშოდი, არ არის პრობლემა რა. უცები შოვის სხვას, ანუ ქმართან დაშორება, ანუ ქმრის ღალატი, ან პირიქით მნიშვნელობა არ აქვს, ეს არის გაუბრალოება. არა, მარტივია, გააგრძელ, იქ პრინციპები გელოდებიან, რაღაცა აბსურდული ილუზიებს უქმნიან ქალებს და ამას ესეც მე ჯერ ახავს. ხო და აი გარყვნილების თემა იყო აი ეს. ნუ კვლავებებზე ხო საერთოდ აღარ არის საუბარი, აფეთქებებიდან და ხალხის დანაწევრებიდან დაწყებული და რა ვიცი დამთავრებული არა მასობრივი ხოცოში ლეტვები. აი არ ვიცი ხალხო, ნუ ეს არის აი როგორცი წადი მოკალი კაცი არ არის პრობლემა. აი პირდაპირ გეუბნება, აი ეს არის ჩვეულებრივი სკოლა, აი სკოლა, ეს სერიალი არის სკოლა, როგორ უნდა წამებით ამოხოცო თავი, ბოდიში წამებით ამოხოცო ადამიანები და ეს არ აუშვებს ნიჩიო თუ შენ ყველაფერს ოჯახის რა ქვია ოჯახისთვის აკეთებ რა პრობლემაა. მართალია ვაითი ბოლოს იტყვის რომ ეს ჩემთვის გავაკეთებო, მაგრამ აი მაგასაც მივადგებით რატო თქვა ეგ. სასტიკი წამება ადამიანების რა. ადამიანების სასტიკი წამება ყველასთან აღარ მახსოვს, მაგრამ გვამების გადათრევები, გადმოთხრებები, მოწამლები, დასახიჩრებები, ვიქტორ სალამაკაზა აფეთქება და იმის ხო დამავიწყდა ძალიან მომეწონა ეგ პერსონაჟი რა რქა ფრინგი რა ფრინგი მოიცადე იცამეთ რა რქა ზუსტად ფრინგი მეკათმე ესე ვთქვათ მეკათმე რო იყო რა ის ფერატკადიანი ძალიან მაგრად თამაშობს Better Call Saul-შიც არის ეგ და მე Breaking Bad-შიც გრძელდება. ეგეც როგორ აფეთქეს და მოკლედ რა. ძალიან თვითმკვლელობის ეხა ყველა სცენა აღარ მახსოვს, მაგრამ არის თვითმკვლელობის სცენებიც და Jesse Pinkman-ს აქვს თვითმკვლელობის მცდელობები და სასოწარკვეთილების ხალხმა როგორ თემა არის სასოწარკვეთილების ქცევის მოდელებია ნაწვენები რა. აი ეს უკვე ცხოვრებას რო აზრი აქვს დაკარგული და იქ დეპრესიები, ან ჯესი პინკმენი არის ეს არის ხალხო
ჯერსი პინკმენის პერსონაჟი არის, ეს არის საშინელება. მე ან ვაიტი ხო საშინელება, ეს მეორე საშინელება არის. რომ ესე იგი ახალგაზრდებს აჩვენებს რას სასოწარკვეთილების ყველა ფორმა მე მგონი აჩვენები. თვითმკვლელობის ცდილობები ზოგი იკლავს კიდევაც თავს იქ და ასე შემდეგ, რა საშინელება. აი ძალაუფლების მოხვაჭა, ანუ ეს არის თავრობის მოყარეობა, ეს სექტები რო ჩამოაყალიბეს ამაზე მე ვისაუბრებ მომავალში. მოკლედ ეს არის კონკრეტულად აი ეფრემ ასურის როცვაში რომ არის თავრობის მოყარეობისას ანუ მიცე მე. აი ეს გახლავთ ზუსტად ეგ ცოდა, თავრობის მოყარეობის ცოდვაში ვარდება ვოლტერ ვაიტი, ძალაუფლება მოიხვეჭოს და ესე ვთქვათ ბოლოს სიამოვნებები მიიღოს ცხოვრებისგან, იმიტომ რომ მალე უნდა მოვკვდეს სიმსივნის გამო, მაგრამ მე რაღაც განიკურნება, მაგრამ ორ შემთხვევაში ტყვია დაეწყება მანამდე. აი ეს არის ძალაუფლების მოხვეჭა და თავრობის მოყარეობა ტუკო სალამანკასთანაც, ვიქტორ სალამანკასთანაც და ყველასთან ამ ნარკოტიკების ბოსებთან ყველასთან რა თქმა უნდა ფიგურირებს ეს ძალაუფლება, ფული, ძალაუფლების მოხვეჭა, ამის გამო ერთმანეთის ხოცვა ჟლეტვა. აი ეს ქმრის ღალატზე ვისაუბრეთ, გარყვნილ ცოლთან შერიგებაზეც ვისაუბრეთ, ანტისახარებისეული ქცევა და ამით ეს ქცევის მოდელი კაცებში ჩადის, რომ ხალხმა თუ გიღალატა, შეგიძლია რომ შეურიგდე, თუ კარგად მოიქცევა. ეს არის ანტისახარებისეული სწავლება ამ ფილმში. ნუ საშინელი სიამაყე, პატივმოყვარეობა და ამპარტავნება გაჯერებულია თითქმის ყველა პერსონაჟი, ყველა სცენა და ყველაფერი. კატასტროფა. და მამათმავლობის შეფარული ცოდა სკაილერთან. და ეს დასაუბები და მთელი ბოდიშაპს თქოს და ეს გარყვნილებები მიდის, იმიტომ რომ ამას ნახეთ როგორ არის ადამიანი უყურებს რომ არის ცოლქმრის ალერსის სცენა, ცოლქმრის ალერსის სცენა, ჩვეულებრივად უყურებს სინამდვილეში სკაილერი არის კაცი. ეხლა რითი დამტკიცებულია ყველაფერი თავისი ძვლების აგებულებით ყველანაირად მე განხილვები მიდევს TikTok-ზე, შეგვიძლია ნახოთ ორ სპეციალურ სელებრიტებში. ამით ხდება მამათმავლობის ცოდვის პროპაგანდა. ისე შეფარულად ესე გვეცნობიეროთ რომ წლების მერე, აი როდესაც ეხლა რომ იყო აი ძირთად აქტუალური რო იყო ეს თემები, როდესაც ამობდნენ რომ ის ასეთი დაიბადა რა მისი ბრალი არა ხახო, ასეთი კი არ დაიბადა. ბრეიკინგ ბედს უყურა ვიღაცა ახალგაზრდა და ის ქცევის მოდელი რომ თურმე კაცს შეუძლია მოეფეროს კაცს, ისე რომ ამ ყველაფერს მან ისე უყურა რომ ეს არც იცოდა რომ ამას უყურა და კიდე ბევრ სხვა სერიალში და სერიალში და ბევრ სხვა ფილმშია მსგავსი სცენა, სადაც კაცები ერთმანეთს ეფერებიან, შენ უყურებ რომ ცოლ-ქმარი ერთმანეთს ეფერება და სცენაში კაცები ერთმანეთს ეფერებიან, შენ ამას ვერ ხვდები. აი ზუსტად ამას რომ უყურა ახალგაზრდობამ, გადავიდნენ მამათმავლობის ცოდვაში ისე, ანუ ისე მოეწონათ მამაკაცები, რომ ვერც კი მიხვდნენ რატომ. რა დაემართათ მათ. ეს არის ხახნომ ტვინში პროგრამირების, აი პროგრამირება, ტვინში პროგრამის შეცვლა, მეტი არაფერი. ჩვენ ადამიანები, ჩვენი ტვინი არის როგორც პროგრამა, კომპიუტერი და ამას როდესაც სისტემაში შეცვლი და შეიყვანო, ეს არის ვირუსი, პროგრამაში შესული ვირუსი. აი ამაზე საუბარი, ამიტომ ჩვენ უნდა გავხდეთ ანტივირუსები და ვამხილოთ მსგავსი ეს ყველაფერი. ნარკომანიის ყველაზე დიდი პროპაგანდა TV show Breaking Bad. ანუ აქ არის ორი მხარე. სადავგადასავლო სანახაობრივ ამბავში ნომერ პირველ ადგილზეა ნამდვილად სანახაობრივ ამბავში, მაგრამ იმდენად ძიმე შედეგები მოყვება ამას ადამიანების ფსიქიკის დამახინჯების ამბავში, რომ აი თუ უყურებს ვინმე, მე ვფიქრობ რომ უნდა უყუროს 35 ან 40 წლის შემდგომ. მანამდე ეს უბრალოდ აი ამ პროგრამირებას მაქსიმალურად შეისრულებს ადამიანი და მის ცხოვრებაში ცუდად აისახება. ეს არის ჩემი პირადი აზრი. ანუ მიუხედავად იმისა, რომ სანახაობრივად ნომერ პირველი სერიალია, ჩემი აზრით ნომერ პირველი საშინელი სერიალი, ნომერ პირველი ესე ვთქვათ, ცოდვების პროპაგანდა სერიალებში. ამაზე საშინელს მე ვერაფერს ვერ ვნახავ. და ანუ თვითონ Breaking Bad იმდენად მძიმე სცენებია. ანუ მე ვამბობ, რომ საინტერესო და ეფექტური არის კი, მაგრამ იმდენად მძიმე საყურებელი აღმოჩნდა. ჩემთვის კიდევ კაი ადრე არ მქონდა ნახი. ანუ ნახეთ როგორ არის, აი ეხლა შედარებას რას გავაკეთებ, იცი? აი ვეფხის ტყავსანი მაგათაც მე სკოლაში არ მისწავლია. მე მასწავლებლთან მემზადებოდი და ცალკე გავიარე, მაინტერესებდა და მთელი სიმძაფრით შევიგრძენი რა არის ვეფხის ტყავსანი. ნუ არ ვიცი, სამყაროში მაგაზე უკეთეს ვერც კომიქსს დაწერენ, ვერც ისტორიას და ეს არის არ ვიცი, აი ვეფხის ტყავსანზე დიდი, ეხლა ბიბლიის მერე, ბიბლიას არ ვცხოვრამე, მაგრამ ნახეთ, აი ვეფხის ტყავსანზე დიდი არ შეიძლება რაიმე დაიწეროს
თუ კი სანამდე რამდენი წელიწადამდე იცხოვროს კაცობრიობა ვერ დაწერო ფხისყაოსანზე დიც მაგრამ აი ამას როდესაც ჩვენ სკოლაში სწავლობ ვერ შეიძლება ანალოგიურად მე რო ეს სერიალი მენახა ადრე შედარებით აი ადრეულ წლებში ამ სერიალს მე ჩვეულებრივად გავატარებდი და თელი იმ სიმძაფრეს რაც აი აქ მე რაც დავინახე ცოდვების პროპაგანდა მე ამას ვერც მივხვდებოდი და საერთოდ რა თქმა უნდა ჩემშიც აისახებოდა ნაწილობრივ და გავატარებდი და ვერ მივხვდებოდი ამ ყველაფერს და ამიტომ ახლა მაგალითად 35 წლამდე ადამიანები აი რაც მოყვევი ამაში არავინ არ დამეთანხმება ყველა ეტყვის ეს გიჟიაო ვერა ტიპი გამოვიდაო და ნომერ პირველ სერიალს კრიტიკა დაუწყო საერთოდ როგორ გაბედეო რა თქმა უნდა ესე იტყვია რა თქმა უნდა და ალბათ მე გულში გამომლანძღავენ იმიტომ რომ კომენტარები გათიშული მაქვს ხო და აი ამ სოკოლა ვიდოდა აი ესეთი ამბავია ხახნო Breaking Bad-ი გაჩვენეთ როგორ უნდა უყუროთ თუ მაინც და მაინც გადაწყვეტ ყურებას თუ არა და მე გიჩვენთ ავუყუროთ მაგრამ თუ უყურებთ ისე უნდა უყუროთ ყოველ შემთხვევაში აი არის დააკვირდით თქვენით გააკეთეთ ანალიზი რა თქმა უნდა გემოვნებაზე არ დაობენ და სამსახიობო იმას ვიტყვით ხო სამსახიობო კასტი საოცრად არის ესე თქვა და შერჩეული და შესრულება არის ხახნო გენიალური ანუ მსახიობები ასრულებენ ძალიან გენიალურად და იქ მე გადაღებების მიღმა ფოტოები რო არ და რაც კადრები ერთმანეთს როგორ ესე თქვა მსახიობები მეგობრულად ეხუტებიან რაღაცა ცანცარებენ გადაობენ აი ეს პერსონაჟი მაიკი და ისინი აი იმდენად მიჩვეულა ძალიან საყვარლები არიან რა ეს მსახიობები ამბობთ და ძალიან მაგარი შეასრულეს ძალიან მაგარი იყო შესრულების დონე და ნამდვილად ესე იგი შესრულებაში ოსკარებს თუ ჯილდოებს რაც მიიღეს ნამდვილად იმსახურებდნენ აი ამის თქმა მინდოდა იმედია საინტერესო იყო